მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო აშალომიძე მუშაობს. ბათუმელების დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ კლინიკა ვივამედთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. ნათქვამია მზია ამაღლობლის წერილში. ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. მე მინდა უბრალოდ რომ მადლობა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ეხა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი, თუნდაც გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა, მისი კოლეგების მიმართ და ჩვენაც ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან. მართველი გუნდის ინიციატივით მიმდინარე კვირაში ამერიკული ფარა ზუსტი ანალოგი სიტყვით ნათარგმნი ვერსიის განხილვა მოხდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ. ერთხელ ყოფილა მსგავსი განცხადება გაკეთებული, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოჩენილა, რომ ასე არ ყოფილა და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ამერიკაზე, ამერიკაში მაგალითად ამ კანონის მიზანს წარმოადგენს დაცვა ამერიკული დემოკრატიის იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც პრულად განწყობილ ქვეყნებს ან მოწინააღმდეგე ქვეყნებს ემსახურებიან ამერიკაში. და რაც შეეხება საქართველოში, ამ კანონებს იღებენ მეგობრულად განწყობილი ქვეყნების ორგანიზაციების მიმართ და არა მტრულად განწყობილი ქვეყნის ორგანიზაციების მიმართ. თავის დროზეც გვინდოდა ხალხის ძალა მეც დავაინიციირეთ პარალელურ კანონპროექტად ფარა, რომელიც არის ერთ-ერთი ის კანონი, რომელიც მოქმედებს ამერიკაში. და დღესაც ჩვენ ახლა ამას მხარს დაუჭერთ ხალხის ძალა. კონდა ჩვენ კონსულტაციები გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ინიციატივა იყო 2 წლის წინ და უნებრივია ახლა ქართული ოცნების ინიციატივას იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, მხარს დაუჭერთ ჩვენც და მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს აქვს კითხვები აი ფარასთან დაკავშირებით, მიმართოს ამერიკის სახელმწიფო ვებ გვერდს. ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან დაბარებულები. აღნიშნული შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ
თია წულუკიანმა განაცხადა. გამოკითხვის მთავარი თემა 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები იქნება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამიაშვილს, CSKO-ს წარმომადგენელს გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელს ირაკლი ნაგარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დაღეხველიძეს მოусმინეს. თავი ამოსანა არის ნაციონალურობის განადგურება, ამისთვის სჭირდება ეს კომისია, პუტინის ინსტრუქციას გახლავთ, იმიტომ რომ მოხდეს დასჯა წარმატებული ქართული სახელმწიფოს შექმნის მცდელობის, ასე ვთქვათ, და შექმნის. რაც შეეხება მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დღესასრიგი არის შექმნილი და დაკავშირებული არის არადანურ მოყრობასთან, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან, დიქტატურის დამყარებასთან, მათ სურთ რომ დღესასრიგი შექმნან, რომელიც უკავშირდება 13-15 წელიწადამდე. იქნება ჩვეულებრივი საგამოძიებო, საპარლამენტო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ დავუსვამთ შეკითხვებს, ისინი გაფრთხილებულები იქნებიან წესის შესაბამისად, რომ წინასწარ შეცდომით ყალბი ინფორმაციის მოწოდებაზე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გასცემენ შესაბამის კითხვებს პასუხებს. ვაგრძელებთ გამოშვებას ადგილობრივი ამბებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ჯაფარაული ახალშენის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 5 კილომეტრიანი გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ბიუჯეტი 2.467.933 ლარს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა, უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით ნატანებში, სადაც მიმდინარეობს ჯაფარაულ ახალშენის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოები. ჯამში მოეწყობა 5 კილომეტრამდე გზის საფარი და პროექტის ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ლარს. გაკეთა გზა, კვალი, სანიაღვრე არხები გაკეთა, გზა გაკეთა. და ჩვენ ელიზაბელი მაყოფილი ვართ, რომ მივიღოთ მოვალ მისლამოსლა გვექნება ადვილი პირობებში მივიღოთ. ვაგრძელებთ გამოშვებას სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარია თათია ნიკოლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. მოგესალმებით ქალბატონო თათია და მადლობაც გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სასაუბრო თემა ბოლო პერიოდია არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ მე დღეს საუბარი მინდა დავიწყო ბოლო ფაქტით, რომელიც მოხდა ქალბატონის სალომე მიუნხენიდან დაბრუნდა საერთაშორისო კონფერენციიდან, დახვდნენ ტიტუშკები, მასზე თავდასხმა მოხდა, ანუ ტიტუშკებმა კვერცხების როლა და ასე შემდეგ. როგორც გუშინ ვთქვათ გახარიასთან დაკავშირებით ინციდენტი, ასევე განმეორდა დღესაც აეროპორტში. რა შეფასებას მისცემთ, პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა თქვენ და რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რო არის ჩვენი ქვეყანა და მძიმედ გამოიყურება ეს ყველაფერი როგორც შიგნიდან ისე გარედან საერთაშორისო მხრიდან ეს ფაქტია ცალსახად ისედაც, მაგრამ ანუ ისე რომ ადამიანურად და ანუ იმ ხალხის თვალით რომ მიუდგეთ ამ ყველაფერს, ჯერ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. მეორე მათი არჩეული პრეზიდენტი არის, მაგრამ ამ ხალხს არც მორალი გააჩნია, არც რაიმე შეგნება, არც სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია. თავიანთ არჩეულ პრეზიდენტს რო ეტყვიან გააღმერთებენ და 48-ს დაიძახებენ, ეტყვიან კვერცხებს დაუშენენ, ასევე თავიანთი ანუ მინისტრი იყო გახარია, რომელსაც რა ვიცი, რკინის მინისტრს ეძახდნენ და აღმერთებდნენ და მაგრამ როცა ანუ ბრძანების მიხედვით მოქმედებენ არანაირ კრიტერიუმი კი არა, ანუ საკუთარი რწმენა არ გააჩნიათ არაფრის და აი იმათ ადგილზე როგორ უყურებენ საკუთარ თავს, რომ ვიღაცამ დაავალა, ეხლა და კვერცხები დაუშინეს. ანუ მიზეზიც არ იციან ოღონდ წესიერად, რისთვის აკეთებინებენ ამას. რა ვიცი, ხო უნდა იცხოვრონ მე ამ ქვეყანაში, როგორ არ უნდა შერცხვეთ თავიანთ შვილებს რა უნდა უთხრა, რომ აი პრეზიდენტს და ჩვენს არჩეულ მინისტრს კვერცხები დაუშინეთ. ასე მინდა თქვენი შეფასება შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც ორი ბავშვი სიცოცხლე იმსხვერპლა, ანუ რამდენად ერთია მშობლის პასუხისმგებლობა და მათი უყურადღებობა და მეორე სახელმწიფოს ქმედება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა გარემო, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება
თქვენი შეფასება, თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად უმძიმესი ტრაგედია იყო და უსამძირებელია მთელს ქვეყანას და რა თქმა უნდა გარდაცვლილის ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პირველი ფაქტი, ძალიან გახშირებულია საქართველოში ასეთი ფაქტები და შემთხვევები და ამასთან დაკავშირებით. მანიპულირებენ ხოლმე შემდეგ, რომ რაღაც პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს ამ ყველაფერს. ყველაფერი პოლიტიკა, ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის და პირდაპირ მათი პასუხისმგებლობა არის, იმ კორუფციის პასუხისმგებლობა არის, იმ კორუფციიდან გამომდინარე, ფულებს რო ჭამენ და არაკეთებენ ისე ყველაფერს, როგორც უნდა გააკეთო. მე რამდენი შემთხვევა ალბათ ეთერი არ გვეყოფა იმ შემთხვევების ჩამოსაცვლელად, რა ტრაგედიაც და რამდენი ბავშვის სიცოცხლეც არის მათ კისერზე პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ პირდაპირ მათი მოვალეობა არის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველყო. ჯერ ერთი რომ ბავშვები შიმშილებენ ამ ქვეყანაში და კატასტროფული სტატისტიკა არის და ჯართი საძებნაროდ ბავშვი მიდის და ის კიდე სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გამო შიმშილისგან ვერ იცავ, მაგრამ რაღაცას თავისით რო წვალობს ოჯახები და ასეთი ტრაგედია ხდება და ამაზე ყველაზე კიდე ხაზგასასმელი ამ ბავშვში არის ის, რომ ადრე რაღაცნაირად თითქოს ვიღაცას თვალის მოსაჩვენებლად დაასჯიდნენ, რაღაცა ქვედარგოლში ჩავიდოდნენ და ვიღაცას დაასჯიდნენ. ეხლა ამასაც აღარ აკეთებენ, ანუ უტუხად ესე გამოდიან ამაყი სახეებით და ამბობენ, რომ ანუ ოჯახებს ადანაშაულებენ, რომ აი თითქოს ბავშვი არ უნდა ყოფილიყო იქ, შადრევანთა ბავშვი არ უნდა ყოფილიყო, თუმე ეზოდან ბავშვი არ უნდა, ანუ ფაქტობრივად გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვი რომ გარეთ უშვებ, რა დონეზეც მძიმედ არ უნდა ჟღერდეს. არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში უშვებ, ბაღში მიყავს შენ და ანუ იცი, ანუ გადასასვლელზე გადადის თუ ნებისმიერ, ანუ სკოლის გვერდზე გავა, უსაფრთხო არ არის ბავშვი ჯანმრთელი და სახსალამათი კი არა, ცოცხალი დაგიბრუნება თუ არა და ეს არის სრულიად ამ კოლერი რეჟიმის და კორუმპირებული ხალხის დამსახურება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოძიება დაიწყება და მივა შედეგამდე, ვთქვათ, არაერთი ფაქტი, რომელიც მსგავსი შემთხვევა მომხდარა. იგი ანუ ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ვთქვათ, პარლამენტში შექმნილია დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის წასული მთავრობის საქმიანობას 2003-დან 2012 წლამდე. თქვენ როგორც იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, რამდენად იცით და ინფორმაცია გაქვთ, აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას და დაესწრება ამ საგამოძიებო კომისიების ხდომებს და მიიღებს მასში მონაწილეობას. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ რა რეჟიმია ასამართლებს ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, ხალხი, რომელიც რა ვიცი, ანუ ერთი აგენტი არ დაუკავებიათ, რუსი აგენტი 13 წლის მანძილზე, იმიტომ რომ თვითონ არიან რუსის აგენტები. ხალხი, რომლებიც ქრისტიანობაზე გვესაუბრებიან და თვითონ არიან ყველაზე დიდი არაქრისტიანები, თავპირს ალეწავენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ახალგაზრდებს, ძვლებს ულეწავენ, პირდაპირ ეთერში ვხედავთ ამ კადრებს. ზიამაღლობელი ციხეში გამოკეტეს ქალი დაატყვევეს და სასიკვდილოდ ყავთ გამატებული. ეს რეჟიმი ასამართლებს ეხა ნაციონალურ მოძრაობას. ასევე ეთერი არ გვეყოფა ამისთვის, ეხა რო ჩამოთვალ რა აქვს გაკეთებული ნაციონალურ მოძრაობას და ნებისმიერ კოდს რო კითხო, რა გააკეთა შენმა ხელისუფლება მოსვლიდან დღემდე ვერ დაგისახელებს ერთ რეფორმასაც ვერ დაგისახელებთ, გარდა იმისა, რომ მოუწყვიტეს ცივილიზებულ სამყაროს. კომისიის თავმჯდომარე წულუკიანია და ის აცხადებს, რომ კომისიაში არ მონაწილეობის შემთხვევაში ამ შემთხვევაში დაჟჯადია და შესაბამის ზომებს მიიღებს პარლამენტი ამასთან დაკავშირებით. ანუ თქვენი პარტია რას აცხადებს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ გახდეს ცნობილი. პირველი ერთ-ერთი კი არა და პირველი ვინც დაიბარეს, ეს არის ზურა ჭიაბერაშვილი. ყველაზე განათლებული ადამიანი, აი საერთაშორისოდ რამხელა გამოცდილება აქვს ვიცით ამ ადამიანს, მისი დამსახურების ზურა ჭიაბერაშვილი ყავს დაბარებული. ბატონმა ზურამ დღეს დაწერა, რომ არაპირებს ის ამ სტალინურ სასამართლოზე მისვლას და დიდი გამბედავება, იმიტომ რომ ვიცით, რომ პირდაპირ, რა ვიცი, ციხით ემუქრებიან ამ ადამიანებს, თუმცა მე როგორც ვიცი და რამდენადაც მაქვს პირადი კომუნიკაციებით, ვინც უკვე დაბარებული ყავთ, არაპირებს არავინ მისვლას. ეს არის, რა ვიცი, არალეგიტიმური ხელისუფლება და ყველამ საერთაშორისოდაც და შიგნითაც ყველამ იცის, რომ ისინი არიან არაღიარებულები, არალეგიტიმურები. შესაბამისად ის კანონები, რომლებსაც იღებენ
სრულიად აბსურდული არის, რა ვიცი. ანუ ესენი არიან დასანქცირებული ადამიანები იჭერენ, დასანქცირებული ადამიანები ასამართლებენ. კანონი არიან თვითონ, ივანიშვილი არის კანონი. ხელისუფლებაში არიან და ისინი არიან, თქვათ, პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება და ქვეყანაში უკვე თითქმის 3 თვეზე მეტია პოლიტიკური და ყველა თვალსაზრისით კრიზისია. თქვენ ამ ყველაფრის შეფასება, ანუ საპროტესტო ტალღა ჩვენს ქვეყანაში ამდენი თვეა. ანუ აი ეს პროცესი ვიცით, რომ ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ გრძელვადიანია და ასე მარტივად არ დასრულდება, მაგრამ ფაქტობრივად თვეები გადის უკვე და მივდივართ იქამდე, რომ შეიძლება ქვეყანაში მივახლოვდეთ თვითმმართველობის არჩევნებს. თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინები იმისა, რომ მივალთ თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ ხელისუფლების პირობებში, ანუ ქართულ ოცნებას გულისხმობ, თუ რაიმე შეიცვლება? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნებში ახლა მონაწილეობის მიღება, ჩვენი აზრი ესეთი არის. რაღაცნაირად ამ ადამიანს და პროცესიც მივა თქვენ ასე თვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ კრიზისში იქნება ქვეყანა და მივალთ აქამდე, თუ რა პროგნოზები გაქვთ თქვენს პარტიას და რა გეგმები? ანუ რაღაცნაირად ამ ადამიანებს რო დააკვირდეთ, აი 13 წელი ხელისუფლებაში არიან და აი რო დააკვირდეთ, როგორი პატარა ადამიანები არიან, რო საუბრობენ, როგორი ბოროტებით, როგორი რაღაცა შიშნარევი რიტორიკით და რაღაცა პატარა ადამიანები ვით საუბრობენ, ვერ დაიჯერეს, რომ ხელისუფლებაში არიან ისეთი რაღაცნაირი რიტორიკა აქვთ მას და ზუსტად იციან როგორ მოვიდნენ, როგორ მართეს, ზუსტად იციან რომ არც ერთი არაფერს არ წარმოადგენს ივანიშვილის რიგითი ტიტუშკები არიან სათითაოდ ყველა პრემიერ-მინისტრი და დაწყებული ნებისმიერ საჯარო მოხალით დამთავრებული. მათ რო არავინ არაფერს არ ეკითხება, სახეზე აწერიათ როგორ ეშინიათ ამ ყველაფრის დასასრულის. მთავარი არის რომ ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება, მთავარი არის რომ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. აი როგორი თვალში საცემი არის ის ყველაფერი, რასაც უყურებთ, რომ ანუ ეს პროცესები მივა იქამდე, რომ აი ვერ გადაადგილდებიან. რესტორანში მივლენ თუ რაღაცა იუმორინაზე დასწრება რომ მოინდომეს იქ ხალხმა. არც ერთი ჭკუატ ყოფილი იქ არ მივიდოდა, ეხა იქაც ვერ მივიდნენ წესიერად. აი ეგ მომენტი დაუდგებათ, რომ ვერ გადაადგილდებიან, უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებიან, ეს ხალხი არ მისცემს ამის საშუალებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად მივლენ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები. იმდენად რთული არის, ანუ არ უნდა მოვატყუოთ არც ადამიანები, არც თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დიქტატურა დამყარდება ვიძახოთ, დამყარდა დიქტატურა, დამყარებულია დიქტატურა, რუსეთის დაქვემდებარებაშია ეს ხალხი, ვინც მართავს ახალ ქვეყანას და ძალიან მძიმე არის, როცა ამხელა ფულით ოლიგარქს, დიქტატორს ებრძვი. მაგრამ ხედავთ ამ ახალგაზრდების თავდადებას, ვერც ერთი ვერ გატეხეს და ისე ამაყად არიან იქ დატყვევებული. ხედავთ ყველა პოლიტიკოსის გარკვეულწილად ანუ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ერთიანობა იყოს მათ შორის პოლიტიკოსების და ხანდახან ზუსტად მაგ ერთიანობაზე მინდა გკითხოთ. ალბათ კი ქვეყანაში კრიზისია, ქართული ოცნება მართავს სახელმწიფოს, რომელიც ვთქვათ ლეგიტიმაცია არ აქვს ადამიანების მხრიდან იმ ანუ უმაღლესი დონის და შესაბამისად, მაგრამ ასევე ხალხი მოითხოვს ოპოზიციის გაერთიანებასაც, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ხედავს და თქვენს პარტიას რაიმე გეგმა თუ აქვს ამასთან დაკავშირებით, ან თუ სხდებით, საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანება და ვთქვათ კონსოლიდაცია საჭირო. ჩვენი პარტია ამ მხრივ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყო, არჩევნებამდეც ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ კი ერთიანობა ყოფილიყო. ახლაც რაღაცნაირად ერთ-ერთებში ხანდახან რომ დაждდებიან ხოლმე, დასხდებიან სხვა პოლიტიკოსები, რაღაცნაირად მაინც გადაჰკრავენ ხოლმე ამ ძველ შედარებას ძველ რეჟიმთან. ანუ ძალიან დამღუპველი არის ეს პირდაპირ ივანიშვილის პროპაგანდის გაგრძელება არის ეს და ჩვენ ანუ არც ერთს არასდროს არაფერს არ ვახსენებთ. იმიტომ რომ ვიცით რომ ერთიანობა არის ერთადერთი გამოსავალი. ახლა განავინმეს დაავიწყდა დათხრილი თვალები, განავინმეს დაავიწყდა რომ ბანკები ატყავებდა ხალხს, განავინმეს დაავიწყდა რომ აი ახლა ამჟამად დასანქცირებულთა სავარაუდო და სასანქცირებულთა სიაში არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დამფინანსებელი. არავის არ დავიწყებია, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თავარი არის ერთიანობა და ამ ხალხს უნდა დავამართოთ, რომ ჩვენ როდესაც კოალიციურ მთავრობა ვიქნებით, ერთმანეთს კი არ დავჭამთ,
ვიმსჯელებთ და ანუ მე იმსჯელეთ იმაზე, ვინ რა უნდა იყოს. ეხა იყავით ლიდერები ყველა. თავი არის, რომ ეხა ერთიანად ამ ხალხის გვერდზე დავდგეთ და ვიბრძოლოთ. ბრძოლა არის ერთ-ერთი ბრძოლა. პროგნოზი თქვენი როდის იქნება? მესმის კიდევ ერთხელ მიმეორებ, რომ ეს პროცესი გრძელვადიანია და თქვათ შეიძლება ერთ-ორ დღეში არ დასრულდეს, ამას თვეები სჭირდება, მაგრამ მაინც როგორია თქვენი პროგნოზი და როგორ დასრულდება, რაც თავარია? ეჭვი არ მომყარება, რომ ქართული ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ძალიან რთულია მართლა იმის თქმა, ეხლა როდის დასრულდება, მაგრამ ეჭვი არ მომყარება, რომ ეს ხალხი არ გაწყდება, არ დაიღლება და მე პირადად რა ვიცი, დავდივარ აქციებზე, სადაც რამე შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს არ დაუთმობთ ჩვენ რუსეთს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო თათია. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თათია ნიკოლაიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ოთხასი ხმით 63-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი შინაარსისაა, ვიდრე აქამდე მიღებული რეზოლუციები. რეზოლუცია კომპლექსურია და რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის. როგორც წინა ეს რეზოლუციაც მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებას, თუმცა წინა რეზოლუციისგან განსხვავებით, ევროპარლამენტმა ბოლო დოკუმენტში სანქცირებულთა სია მკვეთრად გააფართოვა. ევროპარლამენტარი და საქართველოზე მომუშავე ჯგუფის წევრი რასა იუკნევიჩიანი ამბობს, რომ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას შეეხმარებიან. თავარი განწყობა ამ რეზოლუციისა ის არის, რომ სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ქვეყანა ბელარუსულ გზაზე იმავე დიქტატორული გზით მიჰყავს. ესაა მთავარი გზავნილი. ამავე რეზოლუციაში საუბარია რეკომენდაციებზე და სანქციები ერთ-ერთია ამ რეკომენდაციებიდან. ჩვენ გავაფართოვეთ სია. სიაში შეყვანილი სახელები ძირითადად უკავშირდება მათ, ვინც ბიძინა ივანიშვილს მის ქსელს ელიტას ეკუთვნის. ისინი, ვინც ფინანსურად კორუმპირებულია, პროპაგანდისტია, ეგრეთ წოდებული მედიებიდან და სხვები, რომლებიც საშუალებას აძლევენ ბიძინა ივანიშვილს შეცვალოს საქართველოს კურსი. ევროპარლამენტი ევროსაბჭოსგან ითხოვს სანქციების დაწესებას, თუმცა იმისთვის, რომ ერთიანი სასანქციო პოლიტიკა არსებობდეს, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამას კი სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან. ამის გამო ევროპარლამენტის რეზოლუცია დანარჩენ 25 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, რომ მათმა მთავრობებმა ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს მიხვდნენ. გვინდა ვიხილოთ ძლიერი მძიმე სანქციები, ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაში არიან ნახსენები. ზუსტად ისევე, როგორც ეს უკვე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ან როგორც ამას ორგანიზებას უწევს დიდი ბრიტანეთი. უნდა ვიმოქმედოთ. ფიქრობ, ყველა მიცის, რომ ეს რეგიონი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის უნიშნელოვანესია. ამიტომაც გვერდით უნდა დავუდგეთ მათ, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის და დავსაჯოთ ისინი, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს და ხალხს ევროპული ცხოვრებისგან აშორებს. ევროპარლამენტარები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხსაც განიხილავენ, რაც არამხოლოდ საქართველოს მთავრობის წევრებს, არამედ უშუალოდ მოსახლეობასაც შეეხება. თუმცა ევროპარლამენტში გვეუბნებიან, რომ უვიზო მიმოსვლის ქონა პრივილეგიაა, რომლის შენარჩუნებასაც თავისი წესები აქვს. ამ წესებს კი საქართველოს მთავრობა არ იცავს. ეს არაა ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ. ევროკომისია უვიზო რეჟიმის მქონე ყველა ქვეყანას აფასებს. ისინი, ვინც ამ პრივილეგიით სარგებლობენ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ბიძინა ივანიშვილი აიძულებს ევროკავშირს, რომ შეცვალოს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვერც ერთ ქვეყანას ვერ მივცემთ უფლებას ისე მოიცნენ, როგორც საქართველო, დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის ქონის პირობები და მაინც ისიამოვნონ ამ პრივილეგიით. ასე რომ ეს ხალხს კი არა, ბიძინა ივანიშვილს ეხება. ხალხმა სწორედ მას, მის ქვეშევრდომებსა და ქართულ ოცნებას უნდა დაუსვას ეს შეკითხვა. სწორედ ისინი გვიბიძგებენ ამ ცვლილებისკენ. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს არ გამორიცხავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა. რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მინისტრმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხის დასახმარებლად. კაპიტოლიუმში ჰქონდა შეხვედრების საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან ქვეყანა აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის. ესტონეთი, ლატვია და ლიეტოვა ქართველი ხალხის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. განვიხილავთ იმასაც, რის გაკეთება შეგვიძლია ევროკავშირის ეგიდით. ვფიქრობ, მალე შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყოს, თუ საქართველოს მთავრობა კურსს არ შეიცვლის.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში მკაფიოდაა ხაზგასმული საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაც. ბრიუსელში მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი არ აღიარებენ ოქტომბრის არჩევნებს შესაბამისად, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და გამოსავლად ხელახალ არჩევნებს ასახელებენ. ერთადერთი გზა არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია. ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებს ქართული ოცნების პარტია, რადგან იგივე დარღვევები იქნება. საჭიროა არჩევნები ნეიტრალურ გარემოში, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე. საქართველოს მთავრობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას კრიტიკულად შეხვდნენ. რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისთვის ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. რეზოლუციის მიღების დღეს კი ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენა ეგრეთ წოდებულ deep state ჩრდილოვან მმართველობას აქვს. ევროპარლამენტში ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ასეთი რეაქციები უკვე მოულოდნელი აღარაა და განმარტავენ, რატომ ამ მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის რეზოლუციები. რა თქმა უნდა, არ ვარ იმით კმაყოფილი, რომ წევრი ქვეყნები ევროსაბჭო და ევროკომისია საკმარისად არ არიან პროცესებში ჩართული. თუმცა ვფიქრობ, ამის დროც მოვა. ასე რომ ჩვენი რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი გზავნილებია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი. საქართველოს შესახებ მიღებულ ბოლო რეზოლუციას უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა ყველა პოლიტიკური გუნდიდან. ჩვენი ოფიციალური პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური გუნდი ერთიანია. ევროპარლამენტის რეზოლუციას რეკომენდაციის ხასიათი აქვს და მისი აღსრულება სავალდებულო არაა, თუმცა ასეთი ტიპის რეზოლუციებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად ითვალისწინებენ ხოლმე. მარია მუგრეხელიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.